ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვს ცემა, შემთხვევა ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში პარასკევს მოხდა. აღმზრდელის კოლეგები ამბობენ, რომ მასწავლებელი მათთან აღარ მუშაობს. ვრცელდება ვიდეო ჩანაწერით, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად მასწავლებელი ბავშვზე. მთავარი კადრებს შეგნებულად არ ასაჯაროებს, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. რა რეაგირება მოახდინა ამასთან დაკავშირებით? ვიდეო კადრები გვაქვს, ხო ბატონო, სადაც მას ჯენჯავს. ხო ბატონო, დირექტორი ხარ, საკლიკი ხარ, გაინტერესებს, უკაცრავად. უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე. საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურებიან. მათი თქმით, წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან. ხაშურში 10 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის ტენდერი კობახიძის მიერ 3 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადების გამო ჩავარდა. ქართლის ამბები წერს, რომ საქმე 1,700,000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ეხება. ოკუპანტები, რომლებმაც პოკროვსკში მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, ლიკვიდირებულები არიან. შენობებში დამალული რუსები უკრაინელებმა წერტილოვანი დარტყმებით გაანადგურეს. უკრაინელებმა რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში. თავდასხმის გამო ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა.